საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმის დარბაზში ვიქტორ სანაევის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო და რეჟისორ გოგი თორაძის ფილმის სოხუმი თბილისი სიდნეი ჩვენება გაიმართა, რომლის კონსულტანტით სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია გახლდათ. დოკუმენტური ფილმი ვიქტორ სანაევის ცხოვრებაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზასა და სპორტსმენის მოგონებებზე გვიამბობს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმაც გაიხსენეს ვიქტორ სანაევის მიერ განვლილი სპორტული გზა და ისაუბრეს ლეგენდარული მძლეოსნის მიღწევების მნიშვნელობაზე. ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ვიქტორ სანაევის მეუღლე ესწრებოდა. ვიქტორ სანაევის ხსოვნის უკვდავსაყოფად ვაკეში მისი საცხოვრებელი სახლის წინ მემორიალური დაფა გაიხსნა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ვიქტორ სანაევი 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ზედიზედ 3-ჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მედლის პრიზიორი. 3-ჯერ იყო დასახელებული საქართველოს წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად. ვიქტორ სანაევი 2022 წლის 3 იანვარს ავსტრალიაში გარდაიცვალა. დავესწრეთ ფილმის ჩვენებას, რომელიც ასახავს მის ბიოგრაფიულ ნაწილს, რა შედეგებიც მან გააკეთა სპორტულ კარიერაში და აფხაზეთის მთავრობა და ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გავს ღონისძიებებს ყოველთვის მხარს დაუჭერთ, რათა ახალგაზრდებს ყოველთვის ახსოვდეთ ესეთი სახეები. უდიდესი თარიღია ჩვენთვის, ზოგადად ქართული სპორტისთვის, ქართული სპორტის ისტორიისთვის. ვიქტორ სანაევი არის ლეგენდარული პიროვნება, არა მხოლოდ ქართული მძლეოსნობის და სპორტისთვის, არამედ მსოფლიო მოვლენა იყო. მისი სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ შორი მანძილიდან გვესწურა მისი მეუღლე, ქალბატონი იანა საქართველოში ჩამობრძანდა, ჰქონდა შეხვედრა სპორტის სამინისტროში, დღეს ჩატარდა სპორტის უნივერსიტეტში იმ სახეობაში შეჯიბრება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ბატონი ვიქტორი გამოდიოდა. ფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიქტორ სანაევის სახელი იყოს უკტავყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, თქვენ იცით, რომ დღეს დაბადების დღე და საიუბილეო თარიღი 80 წელი შეუსრულდება ჩვენ ლეგენდარულ სპორტსმენს ვიქტორ სანაევს, რომელმაც ფაქტიურად ისტორია შექმნა და ოლიმპიურ მოძრაობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ვიქტორი იყო 3-ჯერ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი და მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.